დღეს კიდევ უნდა გაგაცნოთ ერთი პატიოსანი ოჯახი წარმომადგენლები შაქრო და მისი მეუღლე ქალბატონი ზინა შრომელი ადამიანები პატიოსანი ადამიანები რა ვიცი მე მგონი კარგი შეხვედრა გამოგვივა მახოთობა მივიდეთ შაქრობიძე ეგრა გამარჯობათ გამარჯობა შაქრობიძე შეიძლება კი ბატონო მოვდივარ გამარჯოს როგორ ზანდები რა უქნა თავად როგორ ზანდები ბალადეთ ევე სალმატაგებოს ცოცხლეთიცაც როგორ ხარ შაქრობიძეა კარგად ვარ თქვენ როგორ ზანდები თქვენ ჩვენც არ აგვიშავს მეც რა კარგად გავაკეთე გამჩენმა ვიდეო ესე იგი იცით მიახლოებით რაზე ვარ მოსული ხო გითხრეს გადმოგცეს რომ თქვენისთან ახალგაზრდებს ამ სოფლის თქვენისთან ახალგაზრდებს მოგენაცვალეს რუჩი ასე პატარა ჩანახატებს ვაკეთებ Facebook-ზე ვდებ და მე ნახულობს თქვენი ნაცნობები ახლობლები ძალიან კაი ბალადეთ ხო და ასე გადმოახციეთ თქვენამდეც ასე ნელა ვინც მათვალიერებ ვინც 80-სა და ზევით მიდიან კითხულობ და მე მივდივარ მადლიც რამე არ იქნება რომ მაგიერის გამსახიერება ერთი და ერთი გახსენება ყველაფრის მადლი დიდი მადლია დიდი რა ვიცი შემორჩება ეს კადრები ისტორიას მე რა ვიცი და ვიღაცები გაგვიხსენებენ ალბათ ასეთი კადრებით კარგით მაშინ აგერ მე მგონი აგერ გარეთ ჩამოვიდეთ და გავაკეთოთ პატარა ჩანახატი აქ ჯობია მე მგონი აგერ დავბრძანდეთ და კარგით ესე იგი შაქრობიძე რამდენი საბრძანდებითო 83-ია ვათარე 83 თქვენ ქალბატონო ზინა იგივე 83 საბრძანდებით ხო კარგით მაშინ რიგრიგობით უნდა მოგვიყვეთ ახლა თქვენ დღემდე რომ მოხვედით თქვენი პატარა ისტორია თქვენი ბავშვობიდან დღემდე მოსული შაქრობიძეა თქვენი დავიწყოთ და მე ქალბატონი ზინათი მე ის გააგრძელებს თავის ისტორიას გისმენთ ეს დაბადებული ვარ 53 წელში 5 დედმამიშვილი ვართ 3 და 2 ძმა ძმა მყავს 1 დაბადებულია 2 არ არის სავალდებულო ცნებანობა, ესე იგი თქვენი ბავშვობას თუ მომიყვება, ბავშვობა გახსოვთ თქვენი? ბავშვობა რა მახსოვს? აბა მომიყევი ახლა შენი ბავშვობა მომიყევი. სწავლობდი გოგიაშვილების საშუალო სკოლაში. იქ დავამთავრე 7 წლიანი სკოლა. მე წევედი ტექნიკუმში ქედის რაიონის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი. იქ დავამთავრე აგრონომიული პროფესია. აგრონომია მივიღე და მე დავიწყე აგრონომად მუშაობა. ხოლმეურნეობაში მე იქიდან კედევედი თაბაქსიროში გამზადებაში მუშაობდი 39 წელიწადი მუშაობდი თაბაქსიროში. იქიდან მე გავხდი ავად. წემიყვანეს მოსკოვში. იქ გიგეთეს ოპერაცია, იქიდან ჩამვედი ცოცხალი დავჭი და მერე ოჯახში ვარ ცოცხალი და მუშაობ. კი ბატონო. ახლა მითხარი როგორი ბაღნობა გქონდა, როგორი ბავშვობა გქონდა? ბავშვობა ახლა ჩემი ბავშვობა რომ ისაა მაშინდელი ბავშვობა რა ფერი. სათამაშოები არ ქონდა. რას თამაშობდით აბა? რას თამაშობდით და ბიჭი ქალისტა უსტა გავაკეთებდი კაჭკას. ხის გოგლებს ჩამოვხებდი გავბურღებდი და დავადებდი და ელდოდი გვერდში ხო დავშოვე წავედი კაჭამჭა ჩაკაკაკა ჩავედი და ამას თამაშობდი ნელა სხვა სათამაშო რა იყო როსიგეთი მაშინა არ იყო ბაკუცკიეთი მაშინა არ იყო კარგით ახლა ქალბატონ ზინასთან გადავართ თქვენ რამდენი დედმამიშვილი იყავით? ჩვენ ვიყავით 4 ძმა, ყავს
ყავდა და მე ერთი ვარ. და ერთი ხარ და 4 ძმა ყავს. 4 ძმა. ახლა მომატებული ძმებიც მყავს 2. მიხდი, შენ იხდი. ვიცი, გასაგებია. მეორე ხალი. თქვენ როგორი ბავშვობა გქონდათ? მე მწარე ბავშვობა მქონდა. ნეტა არ გეთქვა. φίλε. დედა ადრე მომიგდა და ტიროდის. მე რა გამოუთხოვდი დედამ თიმა შემიფარა. კაი იყო. ამფერი ბავშვობა. კარგით. შაქრობიძე რამდენი შვილი ჰყავთ? 5 შვილი. 5-ვე ლამაზად დალაგებული, ყველა 2 ბიჭი, 3 გოგო. ყველა თავისუფლია დალაგებული. ძალიან 61-იანი, 63-იანი, 65-იანი, 67-იანი და 69-იანი. დაჟე ყოლაწლევანობა გახსოვს, მაგრამ არა, უშო კარგია ესო, კარგი ის ქონიათ, მეხსიერებაც კარგიც ქონიათ. წელი სხვა და მახსოვს. ხალბატონო ზინარ, შვილები გვითხრა? ბატონმა შაქრომ, ახლა თქვენ შვილები და შვილები უნდა გვითხრათ, რამდენი გყავთ? ერთი მე ვიაზრდო. 13 შვილი. 18 შვილთა შვილი. ყოჩახ, გიბრავლოთ ღმერთმა. და ავიცი, გახარავთ ასე ბედნიერებაა, რომ ასეთი სიმრავლე გაქვთ და ასეთი ყველაფერი კარგი ის გაქვთ. თქვენ ორივე ადგილობრივი ბრძანდებით, ხო? ახლა ორივე კი. ადგილობრივი. თქვენი ქორწილი როგორ მოხდა ახლა ეს, როგორც ტრადიციულად გარიგებით, სიყვარულით, თანატოლები კი ყოფილხართ, მაგრამ გარიგებით. გარიგებით. თქვენ ერთ კლასში ხომ ასწავლობდით? ხო. ერთ კლასში სწავლობდი? კი. შაქრობიძე ერთ კლასელი იყო? ერთი კლასელი. და მოგეწონა ალბათ და მიაგზა გარიგებით, რა თქმა უნდა, ახლა ისე ხომ სხვასთან არ გააგზავნით ესე? მე ვიყავი 17 წლის, მაშინ მოწონება მისული იმდენი აფიარი იყო, მაგრამ შობლებმა ცნობე აკმაყოფილდნენ მეთქი იმის მეშვეობით, როისდა გამოვდნენ უძახით სოფელ გორგვილს. გორგვილი და როისდა გამომიყვანენ მეთქი სული ერთი მქონდა და ერთი თეუნა. თანახვით კი იცნობდი ახლა თუ 10 წელი და იცნობდი, მაგრამ იდრო არ გადიოდა ის ღამე. მაშინ და ქორწინების ღამეს ლაპარაკობთ, ხო? მაშინ ბიჭი არ იყო მიიყვანდეს სასიძეს და როგორც წამეიყვანდა. ასეთი წესი არ იყო? ასე არ იყო მაშინ. აჭანგალი მიდოდა და წამეიყვანდა, გამეიყვანდა. სახში მოგიყვანდათ? სახში მეიყვანდა ქორწილი. ესე იგი შაქრობიძე სახში ახელით გალბატონო ზინა? კი, ნამდვილად. ახლა 93 წლისა რომ ხართ, მე რამდენიც გავივლი და გამოვივლი, სულ ყანაში ხართ, სულ ბახჩაში ხართ, სულ შრომაში ხართ. რითი ეხიდებით ახლა თქვენ შვილს, თქვენს ძალს? რა საქმიანობას ეწევით? მე ახლა მაგათთან მიხდენ და შეგვიფასონ ჩვენსამ. არა, თქვენ ასაკეთებთ მაგალითად რა, ესე იგი ჯანმრთელად ხართ რომ ასე საქმიანობთ და ეხიდეთ. შეგვიძლია. მე ერთმა მოგცეთ ჯანი და ჯანმრთელობა რომ ასე სულ მართლაც მიხარია რომ გავივლი და გამოვივლი, ბიცოლა თავის საქმეს აკეთებს, პირუტყს უყურებს, თქვენ კიდე ყანაბახჩაში თვითონ მე ვერ უძლებ რომ არ ვიმუშაო. მე ერთმა ჯანი და ჯანმრთელობა მოგცეთ. სხვა რას გვეტყვით ახლა თქვენი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან დროს ან ამბავს თუ რამეს მოგვიყვები რომ ეს თქვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სასიხარულოს კარგი რამე გახსენდებათ ასეთი პერიოდი მნიშვნელოვანი ერთი მე ის მახსოვს სასიხარულო რომ დევწყე მუშაობა იქიდან და ფულიც შევაგროვე და მანქანა რომ ვიყიდე პირველი ეს იყო ჩემი სიხარული და სიყვარული ყველას მე იმდენი მანდლის გეკეთებული მაქვს და იმდენი ავადმყოფები გადაყვანილი მყავს და იმდენი დოდოფალი მოყვანილი მყავს სოფელში, სოფლის გარეთ რომ მანქანამ არ იყო სიას წერდა რომ ხორცელი რომელ დღეს ჩავატაროთ. არის ადრე არა. ბიცოლა თქვენ ამას გაიხსენებდით კარგ მნიშვნელოვან ამბავს რაც შენს მეხსიერებაში დარჩა კარგი და რაღაც სახალისო და ბედნიერი.
ყველაფერი დამავიწყოთ რაჭო. შაქრობიძეა, ახლა თქვენი ახალგაზრდობა და დღევანდელი ახალგაზრდობა, მაშინდელი დრო და ახლანდელი დრო. რომელი ჯობია? მაშინდელი დრო და ახალგაზრდობა რომ იყო თუ დღევანდელი ცხოვრება და დღევანდელი ახალგაზრდობა? დღევანდელ ახალგაზრდობას მაშინდელი დროს შედარება. მაშინდელი დროს ფარას ვერ ნახებდი, მართლაც სულიტოვა დღეს გექანები და ფარას ნახავ. წეხვალ, მოხვალ, იყიდი, მეიტამ. ჩაცვაც არის, დაფურვაც არის, რა ვიცი და მაშინდელი სოფლის მეურნეობა და დღევანდელი სოფლის მეურნეობა როგორ არის ახლა? მაშინ ასე ვთქვათ კიდევ. მაშინდელი სოფლის მეურნეობა ძნელია. კომუნისტების დროს ერთ წუთს ვერ დააგვიანებდი კომუნიკაციაში შესაძლებლობა. გემუშავა. ნორმა გქონდა. უნდა შეგესრულებია. ვერ შეასრულებდი დაბანალას ცხოვრებაზე დარჩებოდი. ძნელი იყო. ახლა გრანდე პერიოდში და კოლბიბლება აღარაფერი არა იმუშავებ ჭამ არ იმუშავებ ვერ არ გეკნება სხვა იყო თქვენ ბიჭოლა როგორ მოგწონთ? მაშინდელი დრო უფრო უკეთესი იყო თუ დღევანდელი დრო უფრო უკეთესი? რა თქმა უნდა დღევანდელი დღე. მაშინდელი სულ მუშაობდით და გამომუშავება არ გქონდა. გაჭირვების პერიოდი. გაჭირვების პერიოდი. მასე ხო. ყველა ასაკოვანს მაი პერიოდია გამოვლილი გაჭირვების პერიოდი და რა ვიცი ყველა მასე ყველა ერთი თუკლი მქონდა ერთი კასტომი მქონდა ში მოვდოდი ხერათი მაგრამ ვიციდი რომ ემედენი არ დავსვაო არის რომ ასფალტი წასალა მომიწვია შეიცვალა კონდეს ახლა რომელი ჩემსვა არ ვიცი იმდენი საშუალებები არის ხო და მაინც ესე იგი ეს დრო რა თქმა უნდა ჯობია ხო? რა თქმა უნდა სხვა ისევ რას გვეტყვი? რას გვეტყვი, რას კიდევ რა შეგიძლია თქვა მაშინდელი დრო რომ შეადარო ახლანდელ დროს? ეს ზელა ყველა კარგად მომწონს და გაჭირდება არ მომწონს სათავეა. კი ბატონო, მაგაშიც მართალი ძამდელი. ხო. ინგა იმისა სერს გადაღმა კარტოფილი ირგვებოდა რაღაცა ჩვენ არ ვგავდით კარტოფილს რატომ არ ვიცი თამბაქოს ვგავდით და გვებრალებოდა მიწა კარტოფილისვი რომ გევდოდით და ვიმუშავებდით კარტოფილი გვინდოდა მაგრამ გვეშინოდა რომ ვინმე არ მოგვისწრებს რომ მოუხარშოთ აქ და ვჭამოთ ამფერი დრო იყო ერთი რომელიც ხამ იღონა და მიიტანა და ვედრას ქვეშ ცეცხლიდან თუ კარტოფილი ჩაღარდა იხარშება შვათ მეიხარშა და ვაიმე ვიღაცები მოდიანო და მანქანაშა მეარაო და ახლა რაინა იქნათო და წეჟას და გუნდღლებში ჩაყარის რატომ აკეთებდნენ ამას? ხოთა შორის ბევრჯერმა დედაჩემისგანაც მაქვს ეს ისტორია მოხსენიებული. ბიჭო არა რატომ? არ შეიძლებოდა. არ შეიძლებოდა. წეგეღუნა, იწეგესნა, ვალდებულება იყო მასე. ხოთა შორის დედაჩემის მასე მონაყოლიდან ვიცი რომ მასეო რომ წამოვდოდი. ხალებს ყოველას გულმაშებდა გამოაყრევინებდნენ იმდან იუბკიდან მოკარ. გოდოსაში ამოგვაბნებიებდნენ, გოდოსში კარტოფილი არ გქონდა და სახე წევდნენ და წეიდნენ. ახლა კარტოფილი ხაგა დავყარო, არ ვიცი იმდენი კარტოფილია და მაშინ კაცია. ხალბატონო ზინა, თქვენ კიდევ რა საქმიანობდით ახლა ოჯახში? რა საქმიანობას ეწეოდით? ახლა რა საქმიანობდი და 25 წელი მენთევრიდიყავი მთაში. გამატანდნენ ძროხებს 5, 10, 15-იც მყავდა. კარაქს ვაკეთებდი, ყველს ვაკეთებდი, ჩამეტანდი დურიგებდი. რომელ მთაზე დადიოდით? გომის მთაზე. გომის მთაზე. კარგია. ალბათ ეს სიჯამთელეც იქიდან მოგზდევს თქვენ ისე მე გულში მიარება მაინც, რომ იქიდან მომდევს მე. ვინც მთაზე დადიოდა და მე ასეთი დაკვირვებით ვარ დაკვირვებული რომ ვინც საქონელთან ურთიერთობა აქვს და მთასთან და ბაზთან ურთიერთობა აქვს, ის ადამიანები არიან ყოველთვის ჯამთელები. იქ ბადიშები დავზარდე. ჩემმა ძებურის ცოლი წამოყვა
მისი ბაღნები, ამის ბაღნები და ისე ხორო მორო ისე ვიყავით რომ რა ვიცი და ის ღები მაგონდება და ახლა აღარ დადიხართ თაში? ახლა იმიყვანონა, მაგრამ არ ნააფური, არ მინდა. რატომ? აღარა საჭირო ჩემი მაღალ თასში წასვლა. წნევა გაწუხებთ? ახლა დასასვენებლად დადით, დასასვენებლად დადით ახლა. აგე ქალბატონი ზინას ძმა მაისში რომ ადის, სექტემბრის ბოლოში ჩამოდის, მარტო არის იქა და. ჯერ არ ჩამოსულა ესე. ჯერ არ ჩამოსულა. იქა თაში. რას უსურვებ დღევანდელ ახალგაზრდობას? დღევანდელ ახალგაზრდობას პირველ რიგში უსურვებ მშვიდობას, კარგ ცხოვრებას, ჯანმრთელობას და ცხოვრებაში ურთიერთ ლამაზად ტკბილ საუბარს. ქალბატონო ზინა თქვენ? იგივე უსურვებ მესახლა. ახლა მაშინ შეგეკითხები შენ თანატოლებს და შენზე უფროსებიც ყავს შეწერილი თუ მე მგონი გაქვთ ნანახი ეს ჩემი პატარა სიუჟეტები და გინახია ვთქვათ 90 წლის, 95 წლის, 97 წლის ადამიანები იმ ასაკოვან ადამიანებს დასუსურვებდი. ყველას ის თო ყველა დამდარბეს მე მგონი რომელიც ყავს შეწერილი. უსურვებ ყველას ჯანმრთელობას უსურვებ, კარგობას და ბევრ სიცოცხლეს. გაგება ხონებოდან ცხოვრებაში ყოველგვარ დარგში კიდევ. მოხუცობა ძნელია, ადვილი არა, მაგრამ ერთმა ჯანმრთელობა მიცეს და მისი კაპიტანური რომ კიდევ კიდევ. თქვენც ალბათ იგივეს უსურვებთ? იგივეს უსურვებ. მეც მაშინ ასეთ რაღაცას პირდები და ყველას ასე ვეუბნები. ახლა თქვენ 93 წელს ბრძანდებით, ხო? ესე იგი რა ის 93 არის. ესე იგი მიახლოებით 17 წლის მერე კიდე მოვალ, აკა 17 წლის მერე. და კიდევ ასეთ პატარა სიუჟეტს გავაკეთებთ და ჩავწერთ. ასე ყველას ვყიდები მე და ასევე თქვენს ასე პირობა დავდო ჩვენ შორის რომ მადლობა. არა 17 წელი 100 წელი ო რა არის? რა 17 წელი სულ უფრო სულ ხალი გამასვლოს, იმიტომ რომ მისმა დედამიწოცხლა 107 წელიწადი. ნუ ჯინსია. და ბაბა მიცოცხლა 66 წელიწადი. მე ათაებული მაქვს, მე გადავაშვა. ესე იგი არა მოხდება ეს ყველაფერი და ღმერთ მაქრას რომ მოხდეს. მაშინ ფინიშისკენ წავიდეთ და შევხვდეთ 17 წლის მერე და კიდევ გავაკეთოთ ესეთი შენახათი. მერტით ჯანმრთელობას გისურვებთ, დიდხანს ყოფნას გისურვებთ, ასე ლამაზად, გემრიელად ყოფილიყავით შრომაში, სულ შრომაში ხედავთ და ასე გაგეგრძელებიოს ეს შრომა და ჯაფა და რა ვიცი. დარგში გახარებული გამყოფნას მაგრამ ჩვენ მაღვესთა თქვენაც რომ ჩვენი ჭირი გეიზიარე და ჭირი და სიხარული და ყველაფერი და მადლობა. კარგით აბა და კარგად ბრძანდებოდეთ.